როგორ მძულს ისინი, როცა ასე ხმამაღლა იცინიან. გონიათ, რომ ისინი ყველაზე მხიარულები და მაგარი გოგოები არიან. მათი დარტყმა მინდა. ჩვენ ხომ ქალბატონები ვართ. ეს ნახე. ეს უბრალოდ საშინელებაა. რამდენ ხანს შეიძლება ველოდოთ? სად არის ეს ფაზლი? ის ძალიან გაბრაზებულია. შეხედეთ, ის მოდის. ლუზერებო, რას აკეთებთ აქ? ფაზლ, ჯანდაბა, რატომ უნდა გელოდოთ 1 საათი? რა თქვენი საქმეა? მე როცა მინდა მაშინ მოვალ. არავისთვის მithოვია ლოდინი. უხეშობა არ არის კარგი ძმაო, შენ უნდა შეძლო კულტურული კომუნიკაცია. ნერდი, წადი შენ წაიკითხე შენი მოსაწყენი წიგნები. ქალბატონობა რთულია. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი მთელი კამპუსისთვის. რა მოხდება თუ ერთი დღით დავივიწყებთ, რომ ქალბატონები ვართ? ვიყოთ გაბედულები და თავხედი გოგონები. იქნებ ჯობია არ გადავიდეთ ბნელ მხარეს? მილანა არ ინერვიულო. ეს მხოლოდ ერთი დღითაა. კამპუსი გამოვაფხიზლოთ. რა მოხდება თუ მოგვეწონება გაბედულობა და თავხედობა და აღარ მოგვინდება ისევ ქალბატონები გავხდეთ და თუ ეს მოგვეწონება, ყოველთვის გაბედულები და თავხედები ვიქნებით. ჩვენი ყველა შეეშინდება, ისინი აღარ დაგვიძახებენ პატარებს. ჩვენ გვჭირდება ახალი გარეგნობა. ახალი გარეგნობა? რატომ? ჩვენ უნდა ჩავიცოთ ყველაზე მუქი ტანსაცმელი. ეს კიდევ უფრო საშინელებებად გვაქცევს. უკვე წარმომიდგენია, როგორ შეეშინდებათ მოზარდებს. დღეს ჩვენ წავალთ საყიდლებზე და ვიყიდით უფრო თამამ ლუქებს. ფაზლ. ჩვენ ვაკეთებთ პოსტერს ჩვენი საუკეთესო გუნდისთვის. აქ არის ფორმატი და ფლომასტერები. წადი და დახატე ჩვენი გერბი. შენ რა, კარგად ხარ? მე არ ვაპირებ შენი ლუზერული გერბის დახატვას. სხვათა შორის მე ვაპირებ მალე დავტოვო შენი სულელური გუნდი. ეს ფაზლი უკვე მაღიზიანებს, რაღაც ტკბილი მჭირდება. წავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ ჩვენთვის ტკბილეული. მოდით, წავიდეთ. წავიდეთ, ფრეშიკ. რას უყურებთ? ოდესმე გინახავთ ლამაზი გოგონები? რა გაფიქრებინებს, რომ ასეთი ლამაზი ხარ? ჩვენ ლამაზები ვართ, ტკბიანები. კამპუსში ყველა ბიჭი გვაქცევს ყურადღებას. ამას რა, ვერ ხედავთ? რა იყო ახლა ეს? არ ვიცი, რაღაც სულელობა. ძმაო, შეხედე, ნახე ვინ მოდის. შეხედეთ ბიჭებო, ეს არის საჩუქარი ჩემი შეყვარებული ლორასთვის და რაში სჭირდება გოგონას მიწის ქოთანი? ძმაო, შენ ვერ გაიგებ, ეს არ არის მხოლოდ მიწის ქოთანი. იქ თესლი დავთესე და მალე ნამდვილი ყვავილი გაიზრდება. გოგონებს მოსწონთ უჩვეულო საჩუქრები. ძმაო, ნამდვილი იდიოტი ხარ. ვის რა ჯანდაბაში უნდა შენი ქოთანი ყვავილის გარეშე? ის ნამდვილად იფიქრებს, რომ შენ ღარიბი ხარ და ფული მხოლოდ მიწისთვის გაქვს. გოგონებს უყვართ მაგარი საჩუქრები, ჩანთები, აიფონები, ვარდების თაიგული. გაგიჟდი? მე უკვე თვიცი რა მოსწონს ჩემს გოგოს. ლორა არ მთხოვს ჩანთებს, აიფონებს, მას უყვარს რომანტიკა. ეს სისულელეა. ეს მას არ მოეწონება. მომეცი აქ, მე უნდა მოვრწყა ჩემი თესლი, რათა ყვავილი უფრო სწრაფად გაიზარდოს. ბენ, სხვათა შორის, ეს ჩემი წვენი იყო. შეგიძლია ჩემი აიღო, უკვე აღარ მინდა. რა ჯანდაბა? რატომ არ იზრდება ყვავილი? მე ხო ახლახანს მოვრწყე ის. ჯანდაბა, მე მაქვს იდეა. ასე აღარ მომიწევს ლოდინი. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა ლორა. ლორა, მე შენთვის საჩუქარი მაქვს, იცი? არ მითხრა რომ ახალი აიფონი გინდა მაჩუქო? არა, საყვარელო, ჩემი საჩუქარი ნებისმიერ აიფონზე უკეთესია. გუჩის ჩანთა? არა. ლორა, შენს ბიჭს სურს მოგცეს ქოთანი, რომელშიც მიწაა, რა რომანტიკული ბიჭია. სერიოზულად ასეა, ბენს? და გაჩუმდი. შენ არავინ გკითხავს. ლორა, ეს არ არის უბრალოდ მაღაზიის ყვავილი. მე თვითონ დავთესე და გავზარდე. მიდი შეხედე ამას. გასაგებია, მადლობა, ასეთი საჩუქარი არასდროს მქონია. მოგწონს? ძალიან მომწონს. გაიგეთ ბიჭებო, ჩემ შეყვარებულს მოეწონა ჩემი საჩუქარი.
ჰეი, ბიჭებო, კამპუსის შემდეგ ამაღამ კინოში მივდივართ. თუ გინდათ ჩვენთან ერთად წამოდით. თქვენ იყიდით ბილეთებს. კარგი, მე თანახმა ვარ. მეც, ამაღამ მაინც არაფერი მაქვს გასაკეთებელი. მეც მინდა წამოსვლა. სადაც ბიჭები მიდიან, მეც იქ მივდივარ. ბენს, კარგად ხარ? სხვათა შორის შენ შეყვარებული გყავს და შეგიძლია ჩემთან ერთად წახვიდე კინოში. კარგი? ლორა, ყველა ერთად რო წავიდეთ. იცი რა? წადი ჩემ გარეშე. შენ ქოთანთან ერთად. ჯანდაბა. ღმერთო ჩემო. ლორა, შენ გააფუჭე ჩემი საჩუქარი. ეს სულაც არ არის სასაცილო. სხვათა შორის გოგონებს უყვართ ტკბილეული და ლამაზი ყვავილები. მადლობა რჩევისთვის. მოდი ერთ ადგილას გავიდეთ. ვიცი სადაც უნდა ვიყიდოთ ბევრი ტკბილეული. კარგი, წავიდეთ. ძალიან მომენატრე. საერთოდ არ მინდა რომ შენ გაგიშვა. თუ არ გამიშვებ, ვარჯიშზე დავაგვიანებ და ჩემს მწვრთნელთან პრობლემები შემექმნება. კარგი. აუჩ, მეტკინა, პირდაპირ თავში. ბოდიში, ძმაო. კალათბურთელებო, დაბრმავდით? არებთან ხალხს ვერ ხედავ? როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია დავინახოთ ვინ დგას კარების უკან? ჩემი რჩევა თქვენთვის, შემდეგ ჯერზე არ დადგეთ კართან. კარგი, წავიდეთ. სულელები, კარგად ხარ? კარგად ხარ? დიახ, კარგად ვარ. გამოვიცვლით ტანსაცმელს და წავიდეთ ჩვენს ვარჯიშზე. მეგობრებო, მოდით, ეს ფაზლი მოვაშოროთ ჩვენი გუნდიდან. მართლა დავიღალე მისი სისულელეებით. ო, გავუშვათ, ჩვენთან არც კი მეგობრობს. ის ამბობს, რომ ლუზერი არ არის. მე მიხარია, რომ თქვენს გუნდში ვარ. მე მომწონს აქ. იმიტომ რომ ამ გუნდში მეც ვარ. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ფაზლი გამოჩნდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ წავიდეს, ხო? ბიჭებო, ის ჩვენზე გაბრაზდება? არ მაინტერესებს გაბრაზდება თუ არა. ჩვენ არ ვზრუნავთ მასზე. მე თვითონ შემიძლია ვუთხრა მას. მეგობრებო, მისი აღარ მეშინია. ბიჭებო, 3, 4. სულელი ფაზლი, სულელი ფაზლი, სულელი ფაზლი. მოკლედ, ლუზერებო, მე ვტოვებ თქვენს გუნდს და მე არ მაინტერესებთ არც შენ და არც შენ. სხვათა შორის არც შენ და შენ კი განსაკუთრებით 4 თვალა. ყოველ შემთხვევაში, თქვენ ხართ ლუზერები და არა მე. მომისმინე ფაზლ, შენ კი არ ტოვებ ჩვენს მაგარ გუნდს. ეს ჩვენ ვართ, ვინც გაგდებთ ჩვენი გუნდიდან. ხო, შენს ჩვენს ბანდას არ ეკუთვნი. წადი ახლა, არც კი იფიქრო იმაზე, რომ აქ დარჩე. შენ ნამდვილი ლუზერი ხარ და შენთვის ადგილი არ გვაქვს ჩვენს საუკეთესოთა ბანდაში. რა თქვი? ფაზლეს ხუმრობა იყო, იცი? დილან, არ უნდა გეთქვა ეს. ლუზერი. დილან, თავს უშველე ახლავე. კარგი მეგობრებო, ფიქრობ, რომ ახლა წავალ, ან უფრო გავიქცევი. რას უყურებთ? წადით, გაიქეცით თქვენს მეგობართან ერთად. დროზე, სწრაფად. მეგობრებო, გიხარიათ რომ ლუზერების გუნდი დავტოვე? დაწერეთ კომენტარებში და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. დროებით ყველას.